მე და ეს გამოცდები იმის იმიტომ რომ ეს არის ან აკრეატება, ეს არის ან განწყობები, ეს არის ეხლა ერთი მომენტი მინდა კიდევ გითხრა. აი ძალიან მარტივი მომენტი. ჩვენ არ გვიხსენებია და ეს მთელი მონსტრია ჩვენი საქმის და დღევანდელი განსახილვის. ჩვენ არ გვიხსენებია ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ორი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს რეფორმის არსს საქართველოში, არ გვიხსენებია ჯერჯერობით სახელმძღვანელოები და არ გვიხსენებია პროფესიული განვითარების სისტემა მასწავლებლებისა. მე სულ მიკვირდა, რატომ არის ჩინეთი ლამის ყველაზე დაწინაურებული ქვეყანა მსოფლიოში განათლების მხრივ. მარტივი მიზეზია. სახელმწიფო მიქ განათლება გამოაცხადა რეალურ პრიორიტეტად გამოცხადა რას ნიშნავს იცით? ის კი არა რომ სხვა რომ მასწავლებელია მთავარი ან გაუმარჯოს მასწავლებელს ან მასწავლებლო შენ გმირი ხარ. მე ბევრჯერ ვთქვი, იცით რა, ჩვენ მოგვეძდა ეს გმირობა სიმართლე. მოდი ეხლა ცოტა ხანი გმირი იყოს სხვა და ჩვენ ვიმუშავებთ წყნარად და ავიღებთ ამაში იმ ხელფას, რაც გვეკუთვნის. განათლება არის ძალიან ძვირი სიამოვნება ყველგან და თუ სახელმწიფოს უნდა რომ мотивация შექმნას, რის გარეშეც არ არსებობს არანაირი ხარისხი, არანაირი სასწავლო პროცესი, ეს мотивация უნდა შექმნას პირველ რიგში ანაზღაურებით შრომის, ღირსეული ანაზღაურებით. ეს არის ეს მნიშვნელოვანი. ეხლა მეორე. ჩვენი პროგრამები და სახელმძღვანელოები. ეს მთელი თემაა. იცით თუ არა თქვენ, როგორია ჩვენი სტანდარტები მაგალითად? მე ვსვამ კითხვა, იცით თუ არა თქვენ, ან იციან ჩვენმა ტელემაყურებლებმა, პრინციპულად შესაძლებელია თუ არა იმის მოსწრება, იმის შესწავლა, რასაც ჩვენ თავაზობთ ბავშვებს სკოლაში. გეტყვით რომ ეს არის პრინციპულად შეუძლებელი ამბავი. აბა როგორ არის მიზეზი ბატონო? ეხლა არა, ეს თვითონ დავასრულებ ამას. არა, ხო, თან ეს თქვი. იმიტომ რომ რასაც უმაღლესი ითხოვს, ის არის იმის ნახევარიც არა, რასაც თხოვებს სკოლას. აი ამაში მთელი უბედურება. ეს არის აბსოლუტურად ბმის გადაბმის არარსებობა. ეს არის გამოსახურებელი ამბავი, იცით? და მე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად რუსებმა ჩაატარეს რამდენიმე ხნის წინ თავიანთი სტანდარტების ანალიზი და დაასხმეს უცნაური ამბავი, რომ მართლა რო ისწავლენ ბავშვები, მოსწავლეებმა ის, რაც არის განსაზღვრული სტანდარტული მოთხოვნები, მას სჭირდება კვირაში 147 საათი მეცადინეობა. რაც არის აბსურდი, სულ რამდენი საათია კვირაში ვეხსენებათ თქვენ რა? ჩვენთან ჩატარდა ეს ეცოდება? ეხლა მეორე ჩატარდა მეოთხე კლასელების ციგნიერების შეფასება, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. შევნახეთ რა შედეგები გქონდა. ეს შედეგები ყველგან გაუმჯობესებას მოითხოვს. მე მაგ და იგივე რო ჩატარდეს მე-9 კლასი, მე სულ ვატარებ. ჩვენთან სულ ტარდება გამოცდები. შარშან მაგალითად მე-9 კლასელების დაახლოებით 40%-თან ვერ გაძლია პირველ ჯერზე გამოცდები. ჩვენი საზოგადოება არ არის მიჩეული ასეთ აზრს, რომ ვინც სწავლობს არა აუცილებელი რომ ის ბოლომდე გავიდეს უმაღლესშიც და მე-13 საფეხურზე. სხვათა შორის ვიღაცა ძლევს თავიდან, ვიღაცა ძლევს მერე და ასე და ასე შემდეგ. ერთი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ. რას ნიშნავს შენ გამოცდას უწარებ, სხვა სკოლებში ეს არ არის. მე სულ არ მაინტერესებს გამოთხოვნა სხვა. მე ვარ პასუხისმგებელი საზოგადოების და მშობლის წინაშე, იმაზე რასაც შენ სკოლაში ვაკეთებ. ეს არის მნიშვნელოვანი. ესმის და შობელი, დიახ ბატონო, უნდა გაგაწყვეტინოთ. კი ბატონო. თუ არა ძალიან ერთი შობელი, ამით ვიდა და აი თავარი კითხვა. თენ ჩვენ დღევანდელი შეხვედრის არსებითი კითხვა რა არის იცით? მე მივხვდავ ყველა მშობელს ახლა. თანახმანი ხართ თუ არა თქვენ, რომ მე ადმინისტრატორმა ჩემი სკოლის მოვიშველიო ყველა სირთულე რაც არის, და ეს სირთულე არის ბევრი რამ, იცით რამდენი ნიშნის მე ხალხო კაი სკოლა გავაკეთე, ძალიან ბევრი რამ. თანახმანი ხართ თუ არა თქვენ დედები, მამები, რომ მე სუდად ვასწავლო თქვენ შვილებს. აი თავარი კითხვა რა არის. ისე და თუ ამაზე თანახმანი არ არიან და არც უნდა იყოს დასაკვირველი. მაშინ შეუძლია დავსწრეთ და უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რა უშველის ამბავი. განათლების სამინისტროდან უნდა ყოფილიყო პირველ რიგში, ვისთან ერთადაც ვინ წარმართავს თელამ პოლიტიკას. სათავე სადაც არის? წყარო მოდის, ან სუფთა წყალი მოდის წყაროდან სათავიდან, ან მღრიე წყალი მოდის. ჩვენ ახლა შედვარ სადღაც შუაგულში და ვთქვით გავწმინდოთ ეს წყალი. მოდი ასე შევიცით, იცით რა არის, ობიექტურობა არის ქართველის. შეიძლება ძალიან კარგად არის საქმე და არის რაღაცა მიმართულებით მეგეთქვი თქვენ. ეხლა მე რო დავიწყო ცოტა სხვა იმაზე რელსებზე რო გადავიდე და გადავალ იმედია ცოტა ხნის მაინც, მეგეთქვი თქვენ ეს საკეთებელი ჩვენ მოსწავლეები გამციფრებული ვარ. სიმართლე გითხრათ, ისე წარმატებებს აღწევენ, ისე სწავლობენ ბევრი სხვათა. წარმატებებს რა და მასწავლებლები შობელი გვეწრება, საინტერესოა, რომლის შვილი სახელმწიფოა რა გააკეთეს, ეს უნდა დავინახოთ ჩვენ. როტბილა შობელი რომლის შვილი სწავლობდა საზღვარგარეთ დიდ ბრიტანეთში თუ არ ვწდები და შემდეგ გადმოვიდა საქართველოს საჯარო სკოლაში. აბა განსხვავება გითხარით, როგორია იქ და რა?
გახლავართ მანენი კარტოზია, ფსიქოლოგი და მშობლად. მინდა გითხრათ, ეხლა დაწუნებული ვარ, რომ მშობლები დღეს უყურებენ, იქნებიან ძალიან შეშინებულად. ამას ვამბობ აბსოლუტურად სუბიექტურად და რატომ? მთელი ამის მანძილზე საუბრობთ მხოლოდ ნეგატიურ თემებზე. მასწავლებელი დავსაჯოთ, მშობელი დავსაჯოთ, ბავშვი დავსაჯოთ, აი რაღაც მიდის სულ ნეგატიურ თემებზე საუბარი. და შესაბამისად სკოლა საქართველოში ჩემის აზრით დღეს არის ნეგატიური დაწესებულება, სადაც არც მასწავლებლებს და არც მოსწავლეებს რეალურად მისვლა არ უხარიათ. ჩემი შვილი სწავლობდა 2 წელი დიდ ბრიტანეთში და ბატონ გემი და გამოგეხმაუროთ და გითხრათ, რომ ეს იყო უფასო, ჩვეულებრივი სახელმწიფო საჯარო სკოლა. და სწავლის ხარისხზე იყო საუბარი, ნამდვილად არ ჩამორჩებოდა კერძო სკოლებს ბრიტანეთში არსებულს. გვიდიოდა დილის 9 საათზე, 3 საათზე უმთავრდებოდა სასწავლო პროცესი. ბავშვი მისვლა უხაროდა. მე ვარ ფსიქოლოგი და მინდა გითხრათ, დღეს აქ არ გვისაუბრია, საუბრობთ რაღაც სხვადასხვა სახელმძღვანელოებზე, პროგრამებზე, მაგრამ ძალიან მე მგონი ნიშანდობლივია ისიც, რომ მთელ მსოფლიოში დამეთანხმებით ალბათ ყველაზე წინ წამოწეულია ცვალ საჩინოება. აი მაგალითად მარტივად გეტყვით, ჩემი შვილის გეოგრაფიის და ისტორიის გაკვეთილზე იდგა მონიტორები, სადაც დოკუმენტურ ფილმებს უშვებდნენ, მასწავლებელი რაღაც შესავალს გააკეთებდა, მე ხდებოდა ამის ანალიზი და ყოველთვის ბოლოს მშობლებთან მოდიოდა წერილები ოფიციალურად, სადაც სკოლის დირექტორი მოგრიხმობდა ხოლმე, აი რა ისწავლა ამ ერთი თვის მანძილზე ბავშვმა. მშობლები მივდიოდით, რა თქმა უნდა, და თუ რამე ბავშვი ვერ გაძლევდა, ამაზე გვიხდიდნენ ბოძის და გვეუბნებოდნენ, რომ უკაცრავად ეს ჩვენი პრობლემაა. ჩემი პრობლემა არ იყო სახში ბავშვს რა ქონდა დავალება, არაფერი არ ქონდა. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ერთი თვის მანძილზე ჩავედით სექტემბერში, ოქტომბერში ბავშვი ლაპარაკობდა აბსოლუტურად სუფთა ინგლისურად. მე არ ვიცი როგორ მოახერხეს ეს იქ, მაგრამ იმ 2 წელიწადში რაც უნდათ ბავშვმა იქ მიიღო ჩვეულებრივ სახელმწიფო უფასო სკოლაში, აი ჩამოვედი, მივიდა სკოლაში და ბავშვი იყო შოკირებული რითი? პირველ რიგში დამოკიდებულება. მიდიხარ სკოლაში მშობელი და აი მასწავლებელს მადლობთ რომ მოხვედი და აი მადლობთ რომ დაგაინტერესათ. აი იმ მშობლებს მე ვეთანხმები, რომლებმაც გითხეს რომ რა შეღავათი ექნებათო, იმიტომ რომ აი სკოლა არის ნეგატიური დაწესებულება დღეს სადაც აი მისვლა უნდა ღირდეს ხო აი რაღაც ძალიან ასე წარმოდგენას უგაქვთ თქვენ არანაირი ნეგატიური დაწესებულება დღეს სკოლა არ არის არა სხვა თემა იყო რამე დადებითი აგერ დღესაც ვერ მოვიდა პრობლემებზე ლაპარაკობთ კალბატონი თორე მე ახლა აღნიშნეთ თქვენ გონიათ ეს ინგლისის სკოლა რომ დაასახელეთ ეს სადაც ვიღაცა მონიტორზე რაღაცას აჩვენებს ასეთი რაღაც ყოველდღე ხდება ჩვენთან უნდა გიქცეთ ძალიან კარგი თუ ხდება ძალიან კარგი მე მასწავლებლებია რომ აი არ უნდა ეს სახელმძღვანელო ჩემთვისაც უფრო პრაქტიკული იქნებოდა მე დგეს კაბინეტში რაღაც მონიტორი აქედან მასწავლდეს სად არის ევროპის კონტინენტი სად არის აფრიკის კონტინენტი და თვალსაჩინოდ ამას ბავშვი მაგრამ ამას სხვათა შორის თავდაცვია იმ სკოლის და ქართული სკოლის და გუშინდელი თავდაცვია ჩვენ სხვა რაღაც ერთს ვაკეთებთ ახლა და ამაზე შეიძლება მე დღეს მესმის ეს პრობლემა იმის უფუნება რომ მქონდეს მონიტორი გაკვეთილზე მასწავლებელს და ამით აჩვენოს არა ძალიან არა იმიტომ არა აქვს რომ რეალურად იმ სკოლაში მე მაინტერესებს უბრალოდ მაინტერესებს ფიქრობს ვინმე ამაზე თუ აი რაღაცა არის გადამზადების სცენარი ძალიან მიხანია ამაზე აი კატეგორიულად თქვა ახლა ახლა რომ ყველა საათს ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ შორის თქვენსაც თავდაპირველად მაგრამ უნდა გითხრათ რომ განცხადება ასეთი სკოლა დღეს საქართველოში არის ნეგატიური დაწესებულება ეს არის არასწორი პირდაპირ მინდა გითხრათ არაფერზე აბსოლუტურად სუბიექტური აზრი გახლავს და უნდა გითხრათ რომ სკოლაში ჩვენთანაც და სხვაგან ძალიან ბევრ მასწავლებელს და ძალიან ბევრ მოსწავლეს უხარია მოსვლა წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა იქ ჩვენ რა მექანიზმები გვაქვს რომ ძალით მოვიყვანოთ არანაირი მექანიზმი არ არის არანაირ მოსწავლეთა დასჯაზე და მასწავლებელთა დასჯაზე აქ სიტყვა არ დაძრულა ახლა თქვენ პირდაპირ დაასვენთ აქ ლაპარაკობთ სასჯელზე და ასე შემდეგ ვინ ლაპარაკობს სასჯელზე ხა წერა ლაპარაკობს და აქ ყველა ის რა კარგი მასწავლებელი ჩვენ რა გვიღეს იცი კარგი მასწავლებლის გულისთვის მე აგერ ფეხით წავალ იქა და თხოვ და დაუჩოქეს და მოვიყვან იქა ჩემ იმაში რა ქვია სკოლაში ეს ასე კი არ არის ხა თანამედროვე ქართულ სკოლაში მონსტრები არიან და ბავშვებს ჩაგრავენ და მასწავლებლებს ჩვენ ერთ რამეს გვიღებთ კარგი ბავშვებს და კარგი მასწავლებელს და როიცოდეთ თქვენ ძალიან ხშირად აი თქვენი ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ბევრ რამეს აქ კითხულობენ ბევრი რამე მოსწონთ და ბევრი რამე გადააცხადოთ
აღზრდის სისტემა ვეღარ ჩავერთ. ბატონ დავიცმით ცოტა. ძალიან მარტივად მინდა რა ვთქვი.